გაიდა მამისა და დადისა და სულისა წმინდისა ფილოსოფოს არის ივერიის ბიშოპის ხატის დასავლელი არგინე მეშვიდე მსოფლიო კრებაში მონაწილე წმინდა მამათა ხსენების დღე და შეგვეციოს ესე ხო მეშვიდე საუკუნეში და 7 მსოფლიო კრება იყო მე-4 საუკუნიდან მე-7 საუკუნიდან ვისაც მართლმადიდებელი ქვია მოგლეშინასი გამოხატულია მწამში რომელიც წერია დიდი სიცოცხლეში და ეს მარტო ვისაც მართლმადიდებელი ქვია არაფერი არ შეუძლია მწამში და მის შესვლა იმას დაერქვა მონოფიზიტები მე-6 საუკუნიდან იმად დაეთქვა კათოლიკები მე-11-დან იმად დაეთქვა პროტესტანტები მე-16-დან იმად დაეთქვა იეჰოვას მოწვევები ყველას უკავია ბიბლია მაგითი და იგივე ზიანებას გეუბნებს სხვადასხვანაირად და ხშირად მოყავს მარიამ მეგდალის მაგალითი წერა კითხვა არ იცოდა და გახდა ყველაფრით ცოდნა იმას ქვია სული წმინდით ხშირად მოყავს მამა გაბრიელის მაგალითი რომ მივდიოდი სოცხაილო იყო ასაც ვიხობდი იმას ხედავდა იმას ქვია სული წმინდით ასევე ახლა სტურად ჩამოდის მამა ებრემი იმიდან რა ქვია ვადობედიდან ისიც მჭედელი მამა და ასეთი მჭედელი მამებიან რუსეთშიც არიან პერსაბენის საქართველოშიც არიან მაგრამ ეს საქართველოშიც არიან ეს თქმაშლება თვითონ არ უნდათ რა თქმა უნდა საქართველოშიც არიან და პატრიარქია და ხშირად მოყავს პატრიარქის მაგალითი რომ პატრიარქი არის თის ვერსია და მჩება თის ძირას და ესაც ხედავთ შევხედავთ და ესაც უფალი ჩვენ ყველას მოგვიწოდებს ტერის გიყვარდეს ეს არის პატრიარქი და ჩვენ კიდევ რა დღეში ვართ ხედავთ ახლა მასმედიის ეგავლენ ინტერნეტი მთავრობის ხარისხა მეორე ესე იგი არხები არის ოპოზიციის ხარისხა და ეთესება სიძულვილე ხარშის გადადის და სიძულვით თუ მოგდები ვერ მოხდები სამოთხეში სიძულვილში თუ ვიქნებით მოხდება ეს რაც მოხდა 91 წელს სამოქალაქო ომი დაგვიფაროს მეთქმა ქრისტეში უნდა გვიყვარდეს ყველა დაისახა ისო საქართველოს გაბწინდება ზოგს აი ეს თან სასაცილოა თან სატირალია რომ ესე იგი ქართულად დაილაპარაკებს უფალი ფიგოს ახლა ის ქართული არ იცის ვეცხონდება იყვნენ მამები რომ ერთმანეთის ენა არ იცოდნენ მაგრამ სული წმინდით ესე იგი ელაპარაკებდნენ ერთმანეთს და ხშირად ვამბობ რომ რატომ ამბობ რაც დაგვიშევებია ქართველებს იმიტომ რომ დიდი წასული რო გააქვს ხშირად ვამბობ რომ კოლხეთი რო იყო იბერია რო იყო 14 დამწერლობა ისე შენი დამწერლობა რო არის თუ ვიქნებ რომ იმიტომ რომ ქართველი ხარ მაშინ დიდი განსხვავდები იმ გერმანელი ფაისტებისაგან რო დაგახდნენ ისინი ფაისტები მართლა დაიჯერესო ცისფესხიანები არიან სხვებზე უკეთესები არიან ასევე შენს ქართველი ხარ სადამდე ხარ მისული ღვთისმშობელი ქართველი იყო ქართული ენაო კიდევ გიმეორებდო ქართული ენაზე 70 წელი არ გამიგია ოფიციალურად მეთი არისო პირიქით რო გეტყვა რომ მეთი არისო გიჟი ყავი და ჩამოჩენილი ასევე ახლა ქართული ენაზე რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა 4 არხია საქართველოში ქართულად მოლაპარაკებები არიან ხმეტისტრები, ბავშვებისტრები ქართული იმიტომ რომ ამ არხებზე არის სიზმა მუშობა სიტყვაობის მამათვალობის პროპაგანდა და ეს ზოგი მორწმუნეა და ესეც არ ესმის ესე იგი რას ხადაგებს ეკლესია თუმე ესე იგი ქოსოვსკონია რომ ხადაგებს სიძულვეს და დიდი განსხვავება ჩვენ ქრისტიანულ სიყვარულსა და ლიბერალების სიყვარულს შორის ლიბერალების სიყვარული თავდება იმით რაც დამთავრდა საბერძნეთში რაც არის დასავლეთში ახლა ამხელა საშინელება აი ფიზიკურ სიკვდილზე უარესია როცა ბავშვს უფლება აქვს სქესისწოროს გამო ფიზიკურ სიკვდილზე უარესია როცა ორგანიზმია ბავშვი აიყვანოს და ჩემი სიყვარული ის განსხვავდება რომ მე მიყვარს ვისაც ტუბერკულოზი აქვს ვისაც სიმსივნე აქვს ვისაც სპიდი აქვს უგუნებელი სენი აქვს მაგრამ ჩემი სიყვარული გამოხატება იმაში რომ ვეუბნები რომ ხარ უგუნებელი სენი ხარ ავად და ეს ლიბერალები კიდე ამბობენ რომ ეს არის ჯანსაღი მდგომარეობა და დღეს რო ნათქვამია რომ იქნება ანტიქრისტე გამეფება რა უწყობს ამაში აი ესეთი მასმედიები უწყობენ ხელს სადაც ცუდების რეკლამა მიდის ამ დროს შეიძლება ქრისტიანი ხარ და რა უმეტესობა ქრისტიანები ვართ 90% მოზუნები ვართ ჩვენ ვიხდები რომ ცუდვით ოსმანი ხარ მასხოვის ხელში ეკალი მასხოვის გეგმაში და ქართველი ადამიანი ხდება ლოტოები წამლი ქართველი ადამიანი ვერ ძღება
და ამ დროს ესე იგი მატერიალური გახდა მთავარი და ამ დროს ვიღაცას 250 დანად მუშაობენ თურმე იმას მაღაზიებში და ამას ვიღაც ქართველი ყავს იმას უფროსად კაცი ხო და ამიტომ ესე იგი ცოტა ხო სიყვარულის ნიჭირო ესაც გაქვს საშუალება რომ შენ ქართველი ხარ ქართველი იმიცან არ გებოდეს საქართველოს ნამდვილად მოწეს სიყვარულის ნიჭი შეგვეძიოს თიშობელი ყოველწმინდა თიშობელზე კიდე ნათქვამია რომ ერთბერს ანახა ღმერთმა 60 და გავუგვიდა რომ თიშობელი ვენახა და თიშობელი არისო ყველა გაჭირებულებთან და არისო საგეჭეთ მოწყალების საკარიგან თუ თიშობელო თუ არის ეს თქვა ყოველწმინდა თიშობელო შემეძიე თქვა და თუ გიხარია თქვი თიშობელო ხალხო თუ გიხავნდე მანდებო მარიამ დესოლი ვერლოცვაძელი აშვილის თოცვებში ერთ-ერთი მამა თუმეთის განაცვია ათენცას ამბობდა რომ დიდი ომი იქნებაო ბევრი გაწდებაო და რო გადაჩესო ის ქალაქი და ის სოფელიო ყოველ 3 საათში ილოცეთო და თქვა რომ წმინდა ღმერთო წმინდა ოძირო წმინდა უდავო შეგვიწყანიშვი თქვითო ყოველ 3 საათში 33 ჯერო მაგრამ წმინდა ღმერთო სიტყვი მამაიშინო სიტყვი ღმერთო გადააშენ საქართველოს თქო სადაც ომია ეკაც რო შეწყდეს და ხშირად მოყავს ამ ილია წინასწარმეტყველის მაგალითი რომ 3 წელი და 6 თვე არ შეწყვეტილა ზეგი არ მოსულა წვიმა და ხალხი ვდებოდა და თუ მოწვინე ხარ მივხვდი იმას რომ არც დასავლეთში ეძიე ფასეულობა არც ამერიკაში ეძიო არც ერთ ქვეყანაში მას ქვია კერბი ეძიე ფასეულობა სახარებაში ეძიე ფასეულობა ღმერთში და მაშინ იქნება საშუალო როგორც გამომხიან და დამასკეს მაჯუნობა მისი განფრინდება საქართველოს და თუ იქნებით ღმერთთან მერე ქართველი არ გაგუდეს იქნება საქართველოსთან და ღმერთთან მოხდეს სიყვარულის ნიჭი ყოველწმინდა თიშობელი შეგვიძლია და გვასწავლოს ჩვენ